ამერიკის შეერთებული შტატების ორი სპეცოპერაცია რუსული ხომალდების წინააღმდეგ კარიბის ზღვაში ამერიკელმა სამხედროებმა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული ტანკერი M-SOFIA დააკავეს. ატლანტიკის ოკეანეში კი რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი მარინერა. ვაშინგტონის ცნობით ორივე ნავთობ ტანკერი სანქციების გვერდის ავლით მოქმედებდა. როიტერსი წერს, რომ შტატების ამ ორმაგმა სპეცოპერაციამ შესაძლოა მოსკოვთან დაძაბულობა გაამწვავოს. რუსეთი მოითხოვს ამერიკამ უზრუნველყოს ხომალდ მარინერას ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. და ამერიკელებმა ოპერაციამ კვლელ კადიროვთანაც ჩაატარონ, შესაძლოა პუტინმა დაინახოს და დაფიქრდეს, ამბობს ზელენსკი. რუსეთი ცხვირს იბზუებს, მაგრამ ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს შეუძლია თუ მოინდომებს მას ცხვირი მოუგრიხოს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას. უკრაინელებმა რუსეთში სტარი ოსკოლთან ახლოს ნავთობის საწყობი დაბომბეს. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად საწვავის რამდენიმე ავზი დაიწვა. 4 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. 23 წლის ბრალდებული სასაზღვრო სექტორ კარწახის ტერიტორიაზე აიყვანეს. მან ცეცხლი მამაშვილს გაუხსნა, მამა დაიჭრა, 27 წლის ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.